მაგრამ თაგებრუნდით რა თქმა უნდა, გრძელდება ჩვენი განაცემა. ესეც მეორე ბლოკი ძალიან საინტერესო. სპორტსმენები ყავს დღეს სტუმრად ძალისმიერ სამჭით. ესე უცებ უნდა ვთქვა, რომ მენი არ დამავიწყდეს. და ესენი არიან გამარჯვებულები, ну როგორც ყოველთვის, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ ვყოლი ეს ადამიანები არაერთი წარმატების შემდეგ. და შესაბამისად არც გამონდელი დღე იქნება გამონაკლისი და ჩვენს გავაშუქებთ კიდევ ერთხელ მათ წარმატებას. მოკლედ მოგესალმებით ბიჭებო, გამარჯობა. ბატონო შეტყობისა, ამჯერად უნდა ვისაუბროთ საქართველოს ჩემპიონზე, თუმცა მანამდე წარადგინოს სტუმრები, ჯიმ შერჯელიძე, გივი მარგულაშვილი და ზურა ჩხეტიანი არიან ჩვენი განაცემის მეორე ნაწილის სტუმრები. სულ ახლახანს რამოდენიმე საათის წინ დაბრუნდით საქართველოს ჩემპიონატიდან მოვიყავით. რამდენი დღის მანძილზე იმართებოდა, ვინ იღებდა მონაწილეობას და რა შედეგებით დაბრუნდით? პირველ ყოვლისა მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. 100-მდე სპორტსმენი გამოდიოდა საქართველოს ყველა ქალაქიდან და ყველა რეგიონიდან. ასევე ეს ჩემპიონატი იყო პირველად დმანისში ჩატარდა, საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა ამხელა მასშტაბური ღონისძიება დმანისში. ის გამოდით მადლობას მოვახსენებ დმანისელ ბიჭებს და მის მთავრობას, რომ შეძლეს ასეთი კარგი ღონისძიების ჩატარება. და კიდევ ეს საქართველოს ჩემპიონატი იყო ღია ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობდნენ სხვა ქალაქის და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ, აზერბაიჯანის სპორტსმენები იყვნენ, თურქიის სპორტსმენები ჩამოსულები და ძალიან დიდი ღონისძიება იყო და ჩვენ კმაყოფილები ვართ ყველაფერს. დიახ, საქართველოს არქმევენ საქართველოს ღია ჩემპიონატი და ამიტომ უცხოელებსაც შეუძლიათ ჩამოვიდეს და მონაწილეობა მიიღოს ამ ღონისძიებაზე, იმიტომ ღია ჩემპიონატია და შეუძლიათ ჩამოვიდიან უცხოელებიც იყვნენ. 100-მდე მეტი 100 სპორტსმენი იყო გამოსული ამ ღონისძიებაში. ქუთაისიდან რამდენი იყავით და თქვენ რა შედეგებით დაბრუნდით? ქუთაისიდან ვიყავით 6 სპორტსმენი ვიყავით, 6 მოქროა ვიღეთ. ამასთან დაკავშირებით კიდევ მე და ზურა გავხდით, მე გავხდი აბსოლუტური ჩემპიონი, ნუ ყველა წონით კატეგორიას გავიმარჯვე და ზურა მეორე ადგილი იყო აბსოლუტურში, ასევე ქუთაისის ნაკრება 6 სპორტსმენი. რამდენი კილოს შედგენს აბსოლუტურად? ნუ 170 კილო ავწიე, 77 კილოში, 170 და 240 ამოვწიე მე. ამოწევა გავაკეთე 240 კილო. რაც არ იყო გაკეთებული და ამავდროულად იმას ანგარიშდება კოეფიციენტია. ნუ სპორტსმენი თუ არის შენზე 1 კილოთი მეტი, შტანგა უნდა აწიოს მან წონა 3.5 კილოგრამით მეტი შენზე. ბოლოში ჯამდება ეს შედეგები ყველას. და ამავდროულად ქუთაისის ნაკრებმა 6 სპორტსმენი ვიყავთ ჩასული, მაგრამ ისეთი კარგი შედეგი ვაჩვენეთ, რომ გუნდური პირველობაც მოვიპოვეთ. გუნდურ ადგილზე გავედით პირველ ადგილზე. ჩვენს გარდა მონაწილეობას ღებულობდა ამირან დოღონაძე, რომელიც წარმატებული სპორტსმენია, ევროპის ფინალისტია, სოფლიო პრიზიორია, სოფლიოზე მესამე ადგილის მფლობელია და მან მოახერხა გამარჯვება ამ შეჯიბრზე. ძალიან დიდი შედეგი გააკეთა, 280 კილოგრამი აწია. ამოწევაში გააკეთა 280 და წორჭივში 150 კილო და კიდევ მონაწილეობდა ვახო ახალგაზრდა სპორტსმენი. ახალგაზრდებში ვახო აბესაძე 16 წლის ბიჭი, ესეთი სპორტსმენი, რომელსაც პირველი ადგილი აიღო და სულ მეტი შალვა ბიაშვილი ზესტაფონელი არის ჩვენი ზესტაფონელი სპორტსმენი, კარგი სპორტსმენი, რომელმაც 100-ში ასპარაზე და 260 კილო ამოწია ამოწევაში და წორჭივში 170 კილო გააკეთა და გავიმარჯვეთ. მიხარია რომ ეს კარგი ნაკრები ყავს ქუთაის და დაბრუნდით 6 ოქროს მედლით, რაც შეეხება სხვა ქალაქების წარმომადგენლებს, რამდენად კარგი სპორტსმენები ყავს, როგორი იყო კონკურენცია და ზოგადად კონკურენცია ხომ დიდი იყო და იქიდან გამომდინარე რომ დმანისში ტარდებოდა შეჯიბრი, დმანისელები ძალიან ბევრი შემადგენლობით იყვნენ და კონკურენციაც რა თქმა უნდა დიდი იყო მათთან. ნუ დაახლოებით 30 ახალგაზრდები პროფესიონალები 30-მდე ადამიანი იყო დმანისიდან, თბილისიდანაც იყვნენ, რუსთავიდანაც იყვნენ, ბათუმიდან, ბათუმიდან ჰოთელები. აზერბაიჯანი. ყველაზე დიდი კონკურენცია უფრო დმანისმა გაგვიწია, იმიტომ რომ დიდი ბევრი შემადგენლობით იყო. იმიტომ ჩვენ 6 სპორტსმენი ჩავარდა და ისინი 30 სპორტსმენი იყოს. ნუ ახლა ის როცა გუნდურში გადიხარ ხო შედეგს. გუნდურში აქ მნიშვნელობა იმ შემთხვევაში რამდენ ოქროს მოიპოვა, ქულა იმის მიხედვით ეწერება. თუ ოქროს მოიპოვა, დიდი ქულა ეწერება. მე ერთი გავედი და 3 медали მოვიპოვე. ხო და ამის მიხედვით აქედან გამომდინარე ჯამდება ვინ გააკეთებს საუკეთესო შედეგებს.
და ჩვენ აბსოლუტურად მოვიგეთ ყველა ზონას ვაჯობთ, ყველა ზონას კატეგორიას. ამის შემდეგ კიდევ რაიმე ეტაპი. ამის მერე შავი ზღვის თასი გველოდება, რომელიც პირველად ესეც საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდება ფოთში. ფოთში არა, ბათუმში 16 აგვისტოს და ძალიან დიდი მასშტაბური ღონისძიება იქნება. 37 ქვეყანა აპირებს ჩამოსვლას ამ შეჯიბრზე და ყველანი ვებზადებით თუ და როდესაც არის თარგმნილი 15 აგვისტო ახლა აგვისტოში. 40 მარტზე ჯემშა შენ შედეგებსაც გითხარი რა შედეგები ჩამოხვდა და დიდი კონკურენცია შეწევი კატეგორია. დიახ, მე მოგახსენებ მე ვიასპერეზე, ანუ ღია კატეგორიაში, ანუ ახალგაზრდა კატეგორიაში და მეც მოვიგე ოქროს медали, გავიმარჯვე. ეს ორჯერ გამოვედი, ეწოდება ფუშბული ამ სახეობას, რომელშიც გავიმარჯვე და 240 კილო გავაკეთე ამოწევა და ზოგიერთი 180 კილო გავაკეთე. ესე იგი, საქართველოს ჩემპიონები ხართ ევროპის, მსოფლიოს, რაღაც აქ რა ტიტული მოსაგები. ნუ სექტემბერში ვიებზარები ჩვენი ნაკრები ანო კლასიკზე აროშვასეგერის ტურნირზე. ფესტივალზე ნოემბერში გვაქვს კიდევ სოფლიო თასი, რომელზედაც წავალთ სოფლიო თასი და დეკემბერში გვაქვს კიდევ ევროპის თასი, რომელიც პოლონეთში გაიმართება. საკმაოდ დატვირთული რეჟიმი გაქვს. არ დასვენება გვაქვს არაფერი და ვებზადებით ახალი შედეგებისა და ახალი რეკორდებისთვის. საინტერესოა ბათუმში რამდენად ემზადებით იმ ასე კი ჩემპიონატისთვის, რომელიც ტარდება ბათუმში და რამდენად მნიშვნელოვანია მასე გამარჯვება. კონკრეტულად თუ ისეთი მიიღავს მონაწილეობას და თუ ხართ ინფორმირებულები წინასწარ ვინ იქნებიან თქვენი კონკურენტები, ან თუ თავისუფლება სახელმწიფოებია. ვიცით, ვიცით, ვინ იქნება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იმიტომ არის, რომ როგორც ახლა დვანიში ჩატარდა შეჯიბრი, რომ ჩვენი სახეობა არის ახალი შექმნილი. და ეს ხალხმა არ იცის არც მთავრობის ხელისუფლების ხალხმა და ეს ჩვენ ყველაფერს ამას ვაკეთებთ პოპულარიზაციისთვის, რომ ხალხმა ნახოს თუ რას ვაკეთებთ, რაში ვართ სოფლიო და ევროპის ჩემპიონები და რა შედეგებს ვაკეთებთ. შეჯიბრში შავი ზღვის თასის გათამაშებაში ძირითადად შავი ზღვის ქვეყნების მიიღებს უკრაინიდან ჩამოვიდნენ კიდე და ბულგარეთი, ძირითადად ბალტიისპირეთი და ასეთი ქვეყნები მიიღებს. ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურები ხართ შეჯიბრში, რა მონაწილეობას თიმი აღნიშნა, რომ ჩვენ პოპულარიზაცია გაუწიოთ ამ სპორტის სახეობას. ბოლო პერიოდში შეიცვალა თუ არა დამოკიდებულება? არა უფრო მეტი გულშემატკივარი თქვენს შეიცვალა, მოეწონათ ხარს, ნუ თმანიში როდესაც ჩატარდა ძალიან მოეწონათ ხარს და ეს პლუს იქ იყო სპორტული ნუ დარბაზი იყო. კულტურის ცენტრი იყო, როგორც ჩვენთან მაგალითად მოსახლეა ასეთი პლუს ცენტრი და მთელი თვითმმართველობა დვანიშის მთელი ადმინისტრაცია და სხვა ყველა ჩართული იყო და ახლა ვიტყვი და ჩვენ ბათუმში ჩატარება ამ შეჯიბრის. ნუ სპორტსმენები თან ბათუმსაც ნახავენ. თუ რა ბუნება გვაქვს და ჩვენ თუ ზღვას ყველაფერს და თვითონაც ბათუმის ხელისუფლებას დაინტერესდება ამ სპორტით და იქ უამრავი ტურისტი იქნება იქ და ნუ ქვეყანასაც აწყობს ეს ქალაქსაც აწყობს და წისვლისთვის და გაცნობისთვის და ყველანი ჩამოვლიან უცხოელი სპორტსმენები აინტერესებს საქართველოს როგორია და ყველაფერი. თუ ტარდება ხოლმე ხშირად ესეთი ჩემპიონატები საქართველოში, სადაც ასე აქტიურად უწევთ ხოლმე უცხოელებს ჩამოსვლა ჩვენთან. კი, ტარდება. ახლა აპრილში იყო ევროპის ჩემპიონატი, სადაც ჩამოვიდნენ 450 სპორტსმენი იყო უცხოელი ჩამოსულები. ევროპის ჩემპიონატზე იყო ჩამოსულები, გაიცნო საქართველოს ძალიან მოეწონათ და რა ვიცი მე მომავალში იმედია კიდევ სხვა შეჯიბრებებიც იქნება და ჩამოვიდნენ. რაც შეეხება ბათუმის ტურნირს, რომელიც 16 აგვისტოს გაიმართება, ვინ მიიღებს მონაწილეობას ქუთაისის ნაკრებს გულს? ქუთაისი ჩვენი 6 კაცი ვართ, 6 სპორტსმენი გვაქვს, ვინც წამყვანი სპორტი კიდევ არიან სპორტსმენები, მაგრამ ჯერ არ არიან ისინი იმ დონეზე, თუ იქ რო გადიხარ შეჯიბრზე და მოწინააღმდეგე წევს 200 კილოს და შეეწევა 120 კილოს, ვერ გახვალ იმ დონის შეჯიბრზე. სათანადო კონკურენცია არ არის. სათანადო კონკურენცია არა. შეიძლება ახალგაზრდული ნაკრების დაგვემატოს ამოდენ. ახალგაზრდების შემადგენლობით. თქვენი შეფასებაა ახალგაზრდა და დამწყება იმ სპორტში მოღვაწე ადამიანებისთვის, რომლებშიც თქვენ ხართ ახლა რომელშიც უბრალოდ. თუ იღებენ ხოლმე აქტიურად, ისე აქტიურად მონაწილეობას სხვადასხვა ჩემპიონატებში, როგორც თქვენ, ან მათთვის უტარდება მსგავსი ჩემპიონატები? ნუ იქ არის ორი კატეგორია, როდესაც ის ახალგაზრდა გადის, ის გადის მოყვარულებში.
მოყვარულების კატეგორია, რომელიც ეჯიბრება თავის წლოვანების 18-დან 19-მდეა, მერე 21-დან 23 წლამდეა და 23 წლიდან უკვე მერე გადადის ოუფენში ეს. ოუფენი ანუ ღია საკონტროლო კატეგორია, სადაც შეიძლება პროფესიონალების ვარი. 18 წელი არის ხო, თინეიჯერს და არ შეუძლია მიიღოს. კი შეუძლია, მაგრამ 18 წლამდეში გავა, ის შეიძლება 15 წლის იყოს, 12 წლის იყოს, მაგრამ ასაკობრივი 12 წელი არ არსებობს, იგი არის 18 წლამდე. 16-დან 18. ამ სპორტით როდესაც შეიძლება დაკავება, იმიტომ რომ არის ძალიან ისეთი მძიმე წონებზე საუბარი და შესაბამისად რომ ასაკში არის. ადრეულ ასაკში არ შეიძლება 7-8 წლის ადამიანმა არ შეუძლია რომ დაეწყოს, რომ ძვალი უკვე ჩამოყალიბებას დაიწყებს დაახლოებით 12 წლის რო იქნება 10-12 წლის რო უკვე. ბუნდში შეგაწყვეტინე. ახლა დმანიში იყო გამოსული 9 წლის ბიჭი იყო გამოსული 30 კილო. სამნაირი შედეგი 30 კილო იყო თვითონ და 67 კილო. 67 კილო აწი. დიახ, ძალიან შედეგი ბიჭი იყო და ახლა. ეს პირველ რიგში არ არის ეს გარკვეულ საფრთხეებთან. როგორ არის იცი? სპორტი ესეთი სპორტის სახეობა არის, კი სიმძიმეებთან გააქვს საქმე და თულად გამოიყურება, მაგრამ სწორი მოძრაობებია გააკეთო, მაგალითად ორ შტანგისტები რომ არიან, ისინი 6 წლიდან იწყებენ ვარჯიშს შტანგაში და ჩაულებრივად ანუ მოძრაობა დაახერხა რაღაცა რა. თავარი არის სწორი მოძრაობა, სწორი მიდგომა, არასწორად არ უნდა გააკეთონ, მწვრთნელს უნდა დაუჯერო და გარკვეულწილად ალბათ თქვენ ყავდათ კონსტრუქტორები, ხო? დიახ, შეგარდამს რომ ხარ აქტიურ სპორტში, ასევე მწვრთნელიც ხარ. რამდენად არის დაინტერესება ახალგაზრდა თაობაში? ბევრი მოსწავლეები ყავს თუ არა? არა, ახალი დანიშნული ვარ და მწვრთნელად და უკვე არადერაც ვედი ვარ, ახალგაზრდა 15 ადამიანი ორ კვირაში ისე მოვიდა და ისე დაინტერესებული იყო, კიდე ბევრს უნდა მოსვლა, მაგრამ შეზღუდულია. ბოლო პერიოდში პოპულარიზაცია უფრო კი, რა თქმა უნდა. ეს არის შეზღუდული, რომ ტრეინერს სულ მაგათ აღნიშნა ახლა, ტრეინერს არ თავისი სია. და 15 სპორტს. ხო, რა 15 სპორტს. მე მიწევს მე ამორჩევა. შეიძლება რომ პელას მიღება არ შემიძლია. და ეგ ციტემა, ვისაც აქვს სურვილი. ცოტა მონაცემები ასევა. გოგონების ხომ არ დაინტერესებულან ამ სპორტში? იყო ერთი როგორ მონაწილეობდა შეიძლება. საქართველოს ჩემპიონი გახდა თეონა ამ ჩემპიონატზე. ევროპის ჩემპიონატი ფუტბოლში. ევროპის ჩემპიონატის მონაწილეობდა, ევროპის ჩემპიონატი. რომელი ქალაქის 100 კილოგრამია, 100 კილოგრამი. 100 კილოგრამი აგები 60. მოძრაობა ამოწევა. რა წონით კატეგორიაში თუ რა ვიცი როგორ უნდა ვიკეთო. წონა არ ვიცი რა, წონა ანუ იქნება როგორც 60. ცოტა არტით რა ცოტა უხეში სპორტია გოგოებისთვის. კი, მაგრამ ცოტა საქართველოსთან იმ სტერეოტიპები არის ისეთი, რომ ცოტა ის ჩანს, მაგრამ უცხოეთში რომ უკრაინაში რომ ვიყავ სოფლიო ჩემპიონატზე, პოლონეთიდან და რუსეთში ძალიან ბიჭებზე მეტი მე მგონი გოგოების ნაკრები იმდენი იყვნენ ჩამოსულები და ისეთი რა საკეთან შეიძლება უკვე რომ მწვრთნელი გახდეს სურვილზეა დამოკიდებული თუ რა იმწოდებები იყოს კონდეს უკვე რა სტაჟზეა დამოკიდებული რამდენი ხანი ვარ შო რა მიღწევები და ამ საკითხები გამზარდია ახლა საქართველოს თუ არა მიღებული ევროპის ჩემპიონი თუ არა როგორ უნდა ასწავლო კი შენ რამდენად ხარ უკვე მზად იმისთვის რომ იყო მწვრთნელი მე მზად ვარ სულ მწვრთნელი ვიყო გივი უკვე არის მწვრთნელი შემოსავ გივი უკვე არის მწვრთნელი უკრაინაში ვარ ერთი დღონისებაზე და ჭიფშელი მეუბნება რომ ეგო რა ტრეინერობა გავაკეთო და იქ დაინახა ერთ-ერთი რუსეთის გამოჩენილი მატლერელმა და შენ რომ 25 წლის ახარო და იგი 37 წლის მასალა როგორია მსგავსი სახელისამებრ რამდენად ხშირად ხდება თქვენ სპორტში ნუ ისეთ სერიოზულ სპორტზე რა ვიცი მე ჩვენა ვინმე სახელისამებრ თავარი სველი ჩვენი მაინც ფოტოგრაფია ეს ამერიკაში იყოფება და მისი წვლილია დამსახურება ჩვენი ეს დიდი ტიტულები და ჩვენი ისევ და ისევ მისი დამსახურება ყველაფერი რო ჩვენ ასე ვარ და დღემდე ასე გაიმარჯვა ერთ-ერთი დღონისებას გაიმარჯვა ამერიკის შტატის ჩემპიონი გახდა მიულოცავ თქვენი ეთერით და ახლა აქვს კიდევ შეჯიბრი ამერიკაში ძალიან დიდი პოზიცია არა საქართველოს სახელით გადის ამერიკის კლუბში ვარჯიშობს უბრალოდ საქართველოს სახელით ასპარეზობს ბოლო პერიოდში რა აღონისე ღონისძიებებს კი არა და რა ჩემპიონატებს ვართ რას ელოდებით, რისთვის ემზადებით, ნუ ბათუმი გასაგებია.
ბათუმისთვის ვემზადებით უპირველეს ყოვლისა და ასევე ვემზადებით სექტემბერში აღარ კლასიკისთვის. ეს არის იგივე ოლიმპიადა საერთაშორისო მაგის თვალს ვაპირებდი ოლიმპიადა რა. ანუ Schwarzenegger უგედებს ორგანიზება მას ყველა. ეს საქართველოს ნაკრები ვიასპარეზებთ ახლა, საქართველოს პრეზიდენტი, ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ცხოვრებაშვილი არჩევს იმ საუკეთესო სპორტსმენებს, ვინც უკვე ნაკრების ბირთვია. რამდენი სპორტსმენი გაიყოს ნაკრები? დაახლოებით 12-13 სპორტსმენი ვიქნებით, რომელიც მიიღებს ამ მონაწილეობას. ანუ უკვე ცნობილია ვინ მიიღებს მონაწილეობას, ხო თუ რა? ეს ყველაფერი საქართველოს ჩემპიონატი ტარდება იმისთვის რომ ნახონ თუ რა შეუძლია სპორტსმენს საქართველოს ნაკრების ჩამოყალიბება. რომელი ადგილი აიყო, რა მონაცემები გააკეთა, რა შედეგები გააკეთა და იმის მიხედვით ირჩება. ეს არის კატეგორიის ვარიანტია, რომ ეს საქართველოს ჩემპიონატი მითო ტარდება. ის 6 ქუთაისელი სპორტსმენი, რომელმაც მიიღო ოქროს მედლები, მიიღებს ნაკრებში მონაწილეობას. დიახ, მიიღებს. ყველანი იქნებით ნაკრების წევრები. მაგრამ წარმატებებს გესურვებთ, ძალიან ესეთი აქტიური გახდა ბოლო პერიოდში სპორტი და მე მიხარია რომ ესეთი, რა ვიცი, ამდენი ჩემპიონები გყავს და ამდენჯერ გამარჯვებულები და ძალიან წარმატებული ჩვენი თანაქალაქელები და ეს ბუნებრივია რომ საამაყო. იმედია რომ დარწმუნებული რომ შემდეგაც ზუსტად ანალოგური წარმატებებით გასტუმრებით და აუცილებლად გავაშუქებთ მოკლედ ჩვენი მხარდაჭერა თქვენ ასე. დაგაშვიდობებით, მადლობა. დიდი მადლობა.